მოგესალმებით რადიო მსმენელებს და ჩვენს სტუმრებს. სტუდიაში ჟურნალისტი ლევან წითანა მუშაობს. დღეს ჩვენს კითხვებს ზვიად შვინტარიძე უპასუხებს საერთაშორისო ბიზნესისა და სამართლის საკითხებში. ექსპერტი ბატონ ზვიად, მოგესალმებით და რა თქმა უნდა მადლობა ჩართვისთვის. ბატონ ზვიად, პირველ რიგში რა თქმა უნდა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მექნება თქვენთან კითხვა. საქართველოს ფარგლებს გარედან როგორ ხედავთ ამ პროცესებს და თქვენ როგორ აფასებთ, შემდეგ უკვე სხვა საკითხებზეც მექნება რა თქმა უნდა თქვენთან კითხვები. კი ბატონო, რაც შეეხება თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებს, სადაც ეხლა ვიმყოფები, აქ ზედმიწევნით არიან ინფორმირებული საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ, როგორც კონგრესში, ასევე სენატში. პირადად მეც მქონდა შეხვედრები კონგრესის ფარგლებში ამ ქართულ საქართველოს ჯგუფის წარმომადგენლებთან, როგორც საფერებთან, ასევე ჩვენ მუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით, როგორც საექსპერტო საზოგადოება, ასევე სხვადასხვა პირები, მათ შორის ამერიკელები, რომლებიც დაკავშირებული არიან საქართველოსთან და მათ შორის ასევე რა თქმა უნდა ჟურნალისტები, რომელთანაც კონტაქტი მაქვს. ისევე როგორც რა თქმა უნდა, როგორც იცით, არსებობს ჰელსინკის კომისია, რომელიც ყოველდღიურად ღებულობს ინფორმაციას, მისი სტაფი და შესაბამისად ხელმძღვანელობა საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ. აქმა რა თქმა უნდა არის ძალიან რთული, ძალიან მძიმე, ისევე როგორც სამწუხაროდ უკრაინაში ომს არავინ არ მოელოდა, ისე არ მოელოდნენ ისინი ასეთ დრამატულად სწრაფად უბრალოდ მოვლენების განვითარებას. თავისთავად ის 500-მდე ადამიანი, რომელიც აწამეს პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით, უკვე აღარავინ არ ხმარობს, იყენებს ტერმინს ცემეს, ან რაღაც დაზიანებები მიიღეს, ან დაწამეს, იმიტომ რომ ის კომპლექსი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზემოქმედების ის იყო წამება. და რაც შეეხება კონკრეტულად მდგომარეობას, თავისთავად აქმა თუ ადრე ვთქვათ რაღაც კითხვისჩნები ჰქონდათ, ეხლა აქმა იმისა, რომ საქართველოში მიმდინარეობს რუსული სპეცოპერაცია, ეს არის ზედმიწევნით ესე. კი ბატონო, რაც შეეხება შემდეგ კითხვას, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და საინტერესოა თქვენი პასუხი. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქცირებულ ქართველთა ჩამონათვალი გაზარდა, პროცესი რამდენიმე თვის წინ დაიწყო და 19 დეკემბერს ჩინაგან საქმეთა მინისტრი და სამინისტროს მაღალჩინოსნები ჯერ ბრიტანეთმა, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა. ორივე შემთხვევაში სანქციები ფინანსური ხასიათისაა, თუმცა თუ გაერთიანებული სამეფო სანქციები ქვეყანაში შეძლოს აკრძალვას და არსებობის შემთხვევაში იქ აქტივების გაყიდვას გულისხმობს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გომელაური და სამინისტროს მაღალჩინოსანი მირზა კეზევაძე მაგნიტსკის სიაში შეიყვანა. ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და დიდი ბრიტანეთიც გომელაურს და სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნებს საქართველოში მიმდინარე აქციების დროს ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევას ედავება. თქვენი აზრი მაინც გვაინტერესებს და უფრო ცვლად რომ გითხრათ, რას ნიშნავს ამ სიაში მოხვედრა და ამ სიიდან სანქცირებული პირის ამოღება თუ არ შესაძლებელი, თუ კი როგორ ხდება და მსგავსი მომხდარა თუ არა. კი ბატონო, მაგნიტსკის სიას ძალიან დიდი აქტს და შესაბამისად სიას ძალიან დიდი ისტორია აქვს უკვე მინდა შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ პირველი აქტი, რომელიც იქნა მიღებული, ეს იქნა 2012 წელს და ეს იყო ცალკე როგორც ვთქვათ მაგნიტსკისთან დაკავშირებული აქტი იქნა, სპეციალურად ამერიკის შეერთებული შტატების იმდროინდელი პრეზიდენტის მიერ უკვე ობამა იყო მაშინ პრეზიდენტი ხელმოწერილი. ერთის მხრივ მათ აღადგინეს, მოხსნეს მთელი რიგი ბარიერები საავაჭრო ურთიერთობების კუთხით რუსეთთან და მოლდოვასთან. იყო მაშინ ჯექსონ-ვანიკის აქტი, რომლითაც იკრძალებოდა 74 წლის, რომლითაც აიკრძალა რუსეთთან და მოლდოვასთან, იმ პერიოდში რუსეთთან და შემდგომ მოლდოვასთან საავაჭრო ურთიერთობები. ძირითადად რა თქმა უნდა ეს მამოტივირებელი მაშინ ეს იყო ებრაელთა შევიწროება, მაგრამ რესტარტის ეგრეთ წოდებული გადაკვეთის პოლიტიკის ფარგლებში
მან მიიჩნია საჭიროდ, რომ ეს საოჯრო შეზღუდვები მოეხსნა, ისევ და ისევ ვთქვათ, იქნება რუსეთი გამოსწორდეს აი ამ კონოტაციით, მაგრამ სამაგიეროდ ეს აქტი ამის მოხსნა, რა თქმა უნდა, არ მოხერხდა. თვითონ რესპუბლიკური პარტიის დაჟინებული მოთხოვნის გამო იქნა მიღებული მაგნიტსკის აქტი, აი ამ ასე ვთქვათ, რეგულაცია ამ ვთქვათ საოჯრო ურთიერთობების ვითომ გაუმჯობესებასთან ერთად. ეს მაგნიტსკი ახლა რომ მსმენელისთვის ყველამ უკვე გაიგო იმდენი ეთერში გაჟღერდა, მაგრამ მაინც რომ ითქვას, მაგნიტსკი იყო სერგეი მაგნიტსკი იურისტი, ჩვეულებრივი საგადასახადო სფეროში მომუშავე იურისტი, რომელიც დაიწყო 130 მილიონი თანხის გაფლანგვის საკითხთან დაკავშირებით გამოძიება, რომლის კვალი პირდაპირ მიდიოდა, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში პუტინთან და პუტინის დაახლოებულ წრესთან. ეს ადამიანი დაიჭირეს თვითონ, ესე ვთქვათ, აი ამ თავისი გამოძიებიდან გამომდინარე მთელი ტრაგიკულობა მდგომარეობს იმაში, რომ თვითონ წერდნენ ბრალს, რომ დააშავოს იქ გვაბრალებო, დაიჭირეს ამ საფუძვლებით ციხეში აწამეს ხშირი ცემა და სხვა დაავადებები შეყარეს პირდაპირ წერია იმ კონკრეტულ საქმეში. აი ამ მაგნიტსკისთან დაკავშირებით წამებით მოკვდა ეს ადამიანი ციხეში 2009 წელს და ეს აქტი იქნა მიღებული 2012 წელს, რომელთაც დაისაჯა მთელი რიგი წარმომადგენლები, ანუ სანქციები დაუწესდა მთელი რიგი წარმომადგენლებს იმდროინდელი, ვთქვათ, როგორც პროკურატურის, ასევე შემოსავლების სამსახური, საგადასახადო ინსპექცია, საგამოძიებო. აქ უნდა აღინიშნოს, რომ აი ხშირად ისმის საკითხი, რომ ეს კონკრეტულად მაგნიტსკის აქტით სანქციების დაწესება ხდება მაღალჩინოსნებზე. არა მარტო მაღალჩინოსნები ექცევიან მაგნიტსკის აქტის რეგულირების ქვეშ, არამედ საშუალო რგოლის და დაბალი რგოლის წარმომადგენლები, მათ შორის თუ ვნახავთ, იქ არის თვითონ გამომძიებლებიც, რომლებიც დასაქცირდნენ. ამიტომ ესეც უნდა გავითვალისწინოთ და გაითვალისწინოს, რა თქმა უნდა, ზოგადად იმ საზოგადოებამ, საჯარო მოხელეებმა და ასევე, რა თქმა უნდა, კერძო პირებმაც, იმიტომ რომ არის სხვა შემთხვევებში, თქვათ, იგივე რუსეთის შემთხვევაში, კომპანიები და ბიზნესმენები, რომლებიც მაგნიტსკის აქტით არიან დასაქცირებული. მაგნიტსკის აქტი არის უმაღლესი რანგის სანქციები და მსოფლიოში მაგაზე მაღალი რანგის არ არსებობს. ამერიკის შემდგომ ამერიკამ გააფართოვა ეს, ანუ ის მხოლოდ კონკრეტულად იმ кейსზე იყო მაგნიტსკისთან დაკავშირებით, მაგრამ 2016 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყველაზე გავრცელა მთელს, ასე ვთქვათ, მსოფლიოზე ნებისმიერ ლიდერზე, რომელიც არღვევს ადამიანის უფლებებს, გროსვა და მძიმე დარღვევები ადამიანის უფლებების და მეორე კორუფცია. ეს ორი ძირითადი საფუძველი არის იმისთვის, რომ მაგნიტსკის აქტში შეიყვანონ ადამიანები. შესაბამისად, იგივე მაგალითად თუ ცნობადი სახეებიდან, ცნობადი ადამიანებიდან ავიღებთ, რომელთაც მაგნიტსკის აქტში მოხვდნენ, მაგალითად არის კადიროვი, რომელიც მაგნიტსკის აქტში არის მოხვედრილი და არა მარტო მაგნიტსკის აქტში, არამედ პირველი მაგნიტსკის აქტი, მეორე მაგნიტსკის აქტით და არსებობს კიდევ სპეციალური აქტი, რომელიც სხვათა შორის ჩვენი მაღალჩინოსნების ყოფილი გენერალური პროკურორის მიმართ იქნა გამოყენებული. ეს არის რუსეთის საგარეო მავნე ქმედებებისთან დაკავშირებული არსებული აქტი, რომელიც უკავშირდება მაგალითად იგივე რუსეთის ისეთ ქმედებებს, როგორც არის კიბერ თავდასხმა, არჩევნებში ჩარევა, სხვა მავნე ქმედებები, რომელიც იწვევს არეულობის შეტანას სხვა კონკრეტულ ქვეყნებში და ეს ჩვენ დავინახეთ, ხო, სხვა ქვეყნებში რუსეთის როგორ მოქმედებს, მათ შორის ეს ამერიკის შეერთებული შტატებმა მიიღო თავის არჩევნებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ტრამპის პირველი არჩევნები რო იყო, რომ სადაც FBI-მ პირდაპირ გამოკვეთა, ფედერალურმა ბიურომ პირდაპირ გამოკვეთა რუსეთის მოქმედებები, არაკანონიერი, არალეგალური და ასე შემდეგ, რომ არჩევნების შედეგებზე გავლენა მოეხდინა. და ეხლა რაც ხდება თვითონ საქართველოში, ეს ამის, ვთქვათ, ნათელი მაგალითი არის. მაგნიტსკის აქტს რო დაუბრუნდეთ, მაგნიტსკის აქტის სანქცია არის საკმაოდ მძიმე, რაც ითვალისწინებს ზოგიერთ წარმოუდგენა აქ, რომ მაგნიტსკის აქტის დასაქცირდება მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებში და ამით მორჩება ყველაფერი. რა თქმა უნდა, არა. მაგნიტსკის აქტი სანქციებული ადამიანის საბანკო ანგარიშები, მოძრავი უძრავი ქონება, ნებისმიერი ვთქვათ აქტივი, რომელიც გააჩნია სადმე, ვთქვათ, ცივილიზებული სამყარო არის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მხედველობაში. იგივე საერთაშორისო საბანკო გადარიცხვები, რომელიც ორი ძირითადი ბანკის მეშვეობით ხდება ხა საქართველოს თუ არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი ქვეყნებისთვის, Citibank, რომელიც ამერიკული ბანკია და ასევე Deutsche Bank, რომელიც არის
გერმანული ევროპული ბანკი, ანუ ნებისმიერი თქვა მსგავსი ტრანზაქცია. იგივე საქართველოს საბანკო სისტემა, ხო, საქართველოს საბანკო სისტემა იძულებული არის ნებისმიერი მსგავსი ადამიანი, რომელიც იქნება ამ სანქციების სიაში, ანგარიში გაუყინოს, შეუჩეროს, ასე მოახდინოს დახმარება. ეს არის აბსოლუტურად, ასე ვთქვათ, იგივე ნებისმიერი საერთაშორისო თუ ადგილობრივი კომპანია, რომელსაც საერთაშორისო კონტრაქტები აქვს. ნებისმიერი კომპანია, რომელიც თავს აარიდებს და დამალავს ან შეეცდება მაგნიტსკის აქტით ასანქცირებული პირისთვის ამ სანქციების თავის არიდების რაიმე მექანიზმი მოიფიქროს, თვითონ არის დიდი საფრთხის ქვეშ, რომ ამ სიაში მოხდეს. ისევ და ისევ ამ სიაში ხდებიან არა მხოლოდ ფიზიკური პირები, არამედ იურიდიული პირებიც და ძალიან დიდი არის რომ ნახოთ რუსეთის შემთხვევაში ეს სია ყველას კომპანიას თუ წარმოადგენენ შეუძლია ნახოს, ეს არის საჯარო და თვითონ იხილოს ის იმ კომპანიათა ჩამონათვალი, მათ შორის რუსული, იქნება რუმინული, ბულგარული თუ ასე შემდეგ, სოფლიოში სხვა სფეროში, სხვა განეცე მოქმედი კომპანიები, ქვეყანაში მოქმედი კომპანიები, რომელიც დასანქცირებული არის აი ამ მაგნიტსკის აქტით, ან ერთი პირველი რომ პირდაპირ ვთქვათ ჩართული არის ადამიანის უფლებების უხეშდარღვევაში და კორუფციაში, ან მეორე თანამშრომლობს და ვთქვათ თავს არიდებს ვთქვათ ცდილობს მაგნიტსკში მოხვედრილი პირებისთვის რაიმე გზები ნახოს თავის არიდებს. ამიტომ ეს მაგნიტსკის აქტი არის ყოვლის მოუწვეული. კი ბატონო, ჩემი კითხვის ნაწილი იყო ბატონ ზიად ამოღება სიიდან პირის თუ არის შესაძლებელი და მომხდარა თუ არა მსგავსი ფაქტი, ან ამოღება თუ არა რაღაც შერბილება სანქციის ამ პირის მიმართ. კი ბატონო, გეტყვით. ანუ ეხლა ავიღებ რამოდენიმე მაგალითს, რომელიც უფრო ახლოს არის ჩვენ ვთქვათ რეგიონთან. მაგნიტსკის აქტით დასანქცირებული არის მაგალითად ოლიგარქი პლაჰატნიკი. სანამ მას ვთქვათ მსგავსი მაგნიტსკის აქტში ჩადებდნენ მას მანამდე მას თავზე შეზღუდვები დაუწეს და მას და მის ოჯახის წევრებს და აკრძალათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა, მაგრამ იმდენად ესე ვთქვათ დიდი იყო ეს კორუფციის მასშტაბი, წარმოგიდგენთ რომ მოლდოვაში მაშინ როგორც საერთო მულტინაციონალური კომპანიის დირექტორი მუშაობდი და მოლდოვის ბიუჯეტი იყო 3 მილიარდი დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი, 1 მილიარდი დოლარი გაქრა ქვეყნის ვთქვათ ხაზინიდან, რაც რა თქმა უნდა თავისთავად მიდიოდა კვალი მასთან, ისევ როგორც არჩევნების ვთქვათ სახელმწიფოს მიტაცება არსებობს ესეთი ტერმინი საერთაშორისო პოლიტიკაში და ამერიკულ პოლიტიკაში სახელმწიფო მიტაცება ედება მას ბრალად. ის შემდგომ ცდილობდა სხვადასხვა ხერხებით, მათ შორის ნიუ-იორკში ცდილობდა სასამართლოში ეჩივლა, როგორც იქნება ნიუ-იორკის ვთქვათ ნიუ-იორკის სასამართლო ცნობილია იმით, რომ შეგვიძლია სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ექსტრა ტერიტორიულ საკითხებზე შეიტანოთ საჩივარს არჩევანი. ამის მეშვეობით ფედერალურ მთავრობასაც უჩიოდა და შემდეგ, მაგრამ ვერანაირად ვერ მიაღწია იმას, რომ ან სასამართლოს გზით, ან სხვა რაიმე გზით სიიდან ამოღებულიყო. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი არის ის ადამიანი, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს მაგნიტსკის სიიდან ან კონკრეტული პირის ვთქვათ მოთავსებაზე ამ სიაში მოხვედრაზე, ასევე რა თქმა უნდა ამ სიიდან ამოღებაზე. ამიტომ ერთადერთი ადამიანი არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომელმაც ეს შეიძლება გააკეთოს იმდენად ვთქვათ მძიმე მაღალი დონის სანქცია არის. იგივე რო ავიღოთ მაგალითად რო ვახსენე კადიროვი, ხო, კადიროვი და მისი მთელი ოჯახის წევრი, ისევე როგორც მასთან დაკავშირებული კომპანიები ყველანი არიან დასანქცირებული. ის ცდილობდა იმდენად, თუნდაც ესეთი ადამიანისაც, რომელიც რაღაც კონკრეტულ ვთქვათ თითქოს ეს ვთქვათ იზოლაციურ მდგომარეობაში, ანუ ეს ქვეყანაში ცხოვრობს რუსეთის გადაადგილება ასე შემდეგ, თვითონ მისთვისაც და მისვისაც იმდენად შემზღუდავი და მიუღებელი იყო, ანუ ვთქვათ მთელი რიგ ტრანზაქციებს ვერ ახორციელებდა, რომ ითხოვდა, ითხოვდა, მერე ითხოვდა თავისი ოჯახის წევრების ამ სანქციებიდან მაინც ვთქვათ გამოხსნას. და ასევე მოლაპარაკებებს აწარმოებდა ფარულად ცდილობდა ყოველ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატებთან
და მათ შორის უკრაინელი სამხედრო ტყვეების გაცვლით რომ იქნება მხოლოდ და მხოლოდ მათი ოჯახის წევრებს მოეხსნათ მოხსნოდათ სანქციები. მას ქონებები მთელ რიგ ქვეყნებში ჰქონდა, სადაც ყველგან დაუყადავდა. ასევე რა თქმა უნდა დაუყადავდა მაგალითად მის საყვარელი ცხენები, რომელიც მათ შორის, რომელიც ჩეხეთში მოხდა ამის ასე ვთქვათ დაპატიმრება და რა თქმა უნდა მთელი რიგ ქონებები, რომელიც სხვა ქვეყნებში აქვს. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკის ხაზინის ქვეშ არსებული ოფაკი, ანუ ეს არის უცხო ქვეყნებში აქტივების მართვის სააგენტო, რომელიც მთლიანად აკონტროლებს მას ურთიერთობა აქვს ცივილიზებული სამყაროს და ასევე რა თქმა უნდა განვითარებადი ქვეყნებთან მათ შორის და ამ სამსახურებთან, როგორც პროკურატურასთან, ასევე სპეციალურ სამსახურებთან, რომლის მეშვეობითაც ახდენს ესეთი აქტივების გამოვლენას და აქტივების დაყადაღებას. მათ შორის საქართველოს თანამშრომლობა და სხვა პირებთან მიმართებით, ასევე და არის პრეცედენტები საქართველოს ხელისუფლებასა დაუყადაღებია ესეთი პირების ოფაკის სესიაში არსებული პირების ქონებები. ამიტომ რაც შეეხება გამოსვლას, მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს და გითხარით აგერ ცდილობები, ესეთი ვთქვათ ოდიოზური პირების მხრიდან, რომელთაც საკმაოდ დიდი რესურსები აქვთ, საკმაოდ დიდი გავლენები ჰქონდათ სხვა ვთქვათ რეგიონებში. მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი ისევ და ისევ სანქციების განსაკუთრებით მაგნიტსკის სიაში ვინც მოხდება, ეს არის უმაღლესი დონის, უმაღლესი რანგის სამწუხაროდ ასე ვთქვათ მძიმე სია, რომლიდანაც ამოსვლა შეუძლებელია. და რომ მოხდეს მაინც მის ბიოგრაფიაში ეს შაულა ერთ-ერთი მაგნიტსკისი კი ბატონო, ანუ ეგ წარმოიდგინეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ამაზე ხელი იმისთვის, რომ ამ სიიდან ამოგიღო. აქ იყო საუბარი იმაზე, რომ აი ტრამპი მოვა და ჩვენ ეს ვთქვათ რაღაც ტრამპ 20 იანვრის მერე პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ საერთოდ ეს სია პირველ რიგში მაგნიტსკის სია და 2016 წლის გაფართოება და ასე შემდეგ ეს არის ბიპარტიული, ანუ ორივე ბიკამერული ორივე პარტიის მხარდაჭერით მოხდარი გადაწყვეტილება. პირველად სიის ინიციირება ვინც მოახდინა, ესენი იყვნენ რესპუბლიკელების ინიციატივა იყო და დემოკრატებმა უბრალოდ ხარი დაუჭირეს და იქით ასე ვთქვათ პირობა წაუყენეს ობამას, რომ ჩვენ გადატვირთვას არ დაუჭერთ ხარს თუ ეს სია არ იქნება მიღებული. ეს იყო 2012 წელს. მას შემდეგ არაფერი არ შეცვლილა და პირიქით უფრო ვთქვათ მძიმე მდგომარეობა არის და ვთქვათ რუსეთთან დამოკიდებულების კუთხით განსაკუთრებით უკრაინის მერე მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ რესპუბლიკელი არის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ისევე როგორც რესპუბლიკელი არის საქართველოს მეგობრთა ჯგუფის თავმჯდომარე, რომელთანაც მეც პირადად მის სტაფთან და უსაფრთხოების ხელმძღვანელებთან მაქვს პირადი კომუნიკაცია. მათი განწყობაც ეგეთია, რომ რა თქმა უნდა, მან ორი აზრი არ არსებობს, რომ ვინმე რაღაც მაგნიტსკიდან ამოიღონ და რაღაც მსგავსი გადაწყვეტილებები მოხდეს და მეცაც გეტყვით ტრამპმა თვითონ 2017 წელს მაგნიტსკის სიის ვთქვათ შემოღება მაგნიტსკის ხალხის დამატება რო ხდებოდა, მათ შორის კადიროვი და მასთან დაკავშირებული პირები ტრამპის დროს ტრამპმა შეიყვანა მისი ხელმოწერით მაგნიტსკის სიაში 2017 წლის დეკემბერში. ამიტომ ახლა არ ვიცი ეგ აბსოლუტურად შეუძლებელია და მით უმეტეს პოლიტიკაც თავისთავად ამ კუთხით მისი გადახედვა შეუძლებელია. მიკითხვის დასმა მინდა მოვასწრო, დამატებით კითხვა მინდა დაგიწყოთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით, თქვენ ახსენებთ საუბარში, ქართულ ოცნებას დიდი მოლოდინი აქვს, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში გარკვეულწილად ეს მოლოდინები შეიცვალა და რიტორიკაც შეიცვალა ბატონზეად. აქ მაქვს მხედველობაში 20 იანვრის ინაუგურაციის შემდეგ ახალი ადმინისტრაციის მხრიდან გარკვეულწილად ურთიერთობების გადაწყვეტის მე ერთ განცხადებას წავიკითხავ თქვენი ნებართვით, თუ ტრამპი მოახერხებს და დაამარცხებს Deep State შეწოლად საქართველოზე შესუსტება, თუ ასე არ მოხდა და სამწუხარო რეალობის წინაშე დავდგებით, მეტი ტურბულენტობის ატანა მოგვიწევს, მაგრამ მაინც მყარად ვიდგებითო განაცხადა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა დინარაძე. თქვენ როგორი მოლოდინი გაქვთ 20 იანვრის შემდეგ
ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში გარკვეულ გაუმჯობესებას უნდა ველოდოთ თუ ის ხაზი რა ხაზით ახლა მიმდინარეობს ჩვენს ურთიერთობებში ეს ლოგიკურად გაგრძელდება. კი ბატონო, ნუ ეს განცხადება არა მარტო თქვათ საქართველოს ფარგლებში იქნა წაკითხული, არამედ მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ძალიან კარგად უსმენენ და ყოველდღიურად აკვირდებიან და როგორც სენატში, ისევე კონგრესში და ეს განცხადებაც რა თქმა უნდა იხილეს, ნუ ღიმილის მომგვრელი არის მათთვისაც იმდენად არასერიოზულია, ხარაზე არის საუბარი, ეგრეთ წოდებულ შეთქმულებების თეორიებში გადავდივართ და უფრო სწორედ ახლა ახალი თუ იყო მაგალითად ეს ვთქვათ ეგრეთ წოდებული ომის პარტია რომელიც სასაცილოც არ ყოფნიდათ ჯერ ვთქვათ მისი რამდენიმე პერიოდი დასჭირდათ რომ კონცეპტუალურად გაეგოთ რას გულისხმობდნენ ამ ვთქვათ გლობალურ ომის პარტიაში და ნუ ახლა რა თქმა უნდა ეს deep state რომელიც თავისი კონცეფციით არის აბსოლუტურად არარელევანტური ამ მდგომარეობის და მით უმეტეს არასერიოზული, იმიტომ რომ ეს არის შეთქმულებების თეორიის თეორია, რომელიც ჯერ კიდევ თურქეთში ათათურქის დროს გაჩნდა და იქიდან მოდის ეს deep state თვითონ ეს სიტყვა, რაც შეეხება ამერიკის პოლიტიკაში ამას ეს ვთქვათ არ ახალია, მაგრამ არასერიოზული დამოკიდებულება აქვს მის მიმართ. რაც შეეხება, რას გულისხმობს ეს დისპლეი და თითქოს რაღაც კონკრეტული ძალები არსებობს, რომელიც არის ეს ძალები, არ ვიცი, მილიარდელები იქნებიან ეს თუ სხვა უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ეგავლენას ახდენენ ამერიკის ვთქვათ ხელისუფლებაზე და ასე შემდეგ. ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი და შესაბამისად სასაცილო ეს უბრალოდ ყურადღების გადატანის ვთქვათ აქცენტები ჯერ საუბრობდნენ იმაზე და ისინი სადევნებდნენ ამერიკელები, რესპუბლიკელები ამას თვალს ჯერ საუბრობდნენ იმაზე, რომ ვთქვათ ტრამპი მოვა და აბსოლუტურად ვთქვათ ყველა ეგრეთ წოდებული ვთქვათ ალაგების ტემი დაალაგდება ტრამპთან ყველა. მერე საუბარი არის, რომ არ ტრამპთან ესევე შეიძლება ვერ დაალაგდეთ, იმიტომ რომ თურმე არსებობს deep state-ი ანუ რაღაცა ის ვთქვათ უხილავი ხელი, რომელიც ეს ვთქვათ ტრამპს დაიმორჩილებს. არანაირი უხილავი ხელი არ არსებობს, რომელიც მით უმეტეს ისეთ პრეზიდენტს, ისეთი ვთქვათ ძლიერი ხასიათის და გავლენების ადამიანს, როგორც არის ტრამპი, ვინმე დაიმორჩილებდა. მთელი პერიოდის განმავლობაში, არჩევნების განმავლობაში საკმაოდ თვითონ მტყვიას გადაურჩა, როგორც ნახეთ, ამიტომ მისი დამორჩილებელი მე არ მეგულება. რაც შეეხება კონკრეტულად ვთქვათ საქართველოსთან მიმართებას და რუსეთთან მიმართებას, ეს პოლიტიკა არ გადაიხედება. რა თქმა უნდა, მისი ზოგადად ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა ეხლა იქნება ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად ვთქვათ მოაგვარონ, დაასრულონ კონფლიქტი, რომელიც არის უკრაინაში, მაგრამ ყველაფრის ფასად არა. ამას იქნება რა თქმა უნდა თავის ფასი თვითონ ტრამპის გადმოსახედიდან და მისი გუნდის გადმოსახედიდან რა თქმა უნდა ის არის ბიზნესმენი და ის უყურებს ამას ყველაფერს ვთქვათ ფინანსურ მაჩვენებლებში საქართველოს პირდაპირ გეტყვით რომ საერთოდაც ვერ მიწვდება იმ შესაძლებლობებს რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს და ტრამპის გადმოსახედიდან არის თუნდაც ფინანსური კუთხით საქართველოს საერთოდ აწარმოადგენს საინტერესო ბაზარს ამ ნაწილში მაგრამ სტრატეგიულ და პოლიტიკურ ნაწილში რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუნდაც ძალიან კარგად იცის ტრამპა და მისმა გუნდმა ანაკლიის პორტის შესახებ, რომელიც არის ხმალწვოვანი პორტი და სადაც რომლის გაშვებას ხელიდან ამერიკის შეერთებული შტატების როგორც რესპუბლიკური, ასევე ტრამპის გუნდი არაპირებს. ეს არის ცალსახა, ეს არის ის პოლიტიკური და გეოპოლიტიკური სტრატეგიული მნიშვნელოვანი ადგილი ასევე რა თქმა უნდა ფინანსურადაც შესაბამისად მომგებიანი დიდი პროექტი არის. ამიტომ აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით ის რომ ეს ვთქვათ ნაწილი ეს რეგიონი ეს ხელიდან გაუშვას და ვთქვათ თავისი კონკრეტული ინვესტიციები რომელსაც მას ამერიკას გახორციელებული ამერიკის შეერთებულ შტატებს 100 მილიარდზე მეტი აქვს ჩადებული საქართველოს სხვადასხვა პროგრამის პროექტების და მათ შორის ბიზნესის დაფინანსებული ჯერ ოპიკიდან და ეხლა DFC-ის მეშვეობით და ამ კონკრეტულ ინვესტიციებს ის რასაც ახორციელებს იმ ინვესტიციებს იცავს დღემდეც არსებობს ბევრი პროექტები მულტიმილიონი ათეულობით და ასეულობით მილიონის პროექტები რომელიც ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ დაფინანსებული ამიტომ ესე ადვილად არ იქნება და შესაბამისად იმის იმედი რომ რაღაცა შეიცვლის და ამ რეგიონს ეს უხეშად რო ვთქვათ რომ რუსეთს პუტინს გადავლოცავს ეს აბსოლუტურად ფუჭია არ არსებობს
კი ბატონო, თუმცა ხელისუფლება ბატონ ზვიად ამბობს, რომ თავად ტრამპი საუბრობდაო Deep State-ის დამარცხებაზე და მისი რამდენიმე განცხადება მოყავს, როდესაც საუბრობს აღნიშნულთან დაკავშირებით. და ბოლოს ჩემი შეკითხვა, ჩვენ მიმდინარე აქციებით დავიწყეთ საუბარი და ამით მინდა ისევ დავასრულოთ ჩვენი დისკუსია საუბარი ბატონ ზვიად. მიმდინარე პროცესებში, საპროტესტო პროცესებში ბიზნესის როლს როგორ ხედავთ თქვენ? თქვენ ასევე ნახავდით ირაკლი ყობახიძესთან იყო შეხვედრა, ბიზნესის ნაწილი შეხვდა მას, გაკეთდა სხვადასხვა განცხადებები, ნაწილი მიიჩნევს, რომ ვერ ხედავს საჭიროებას იმისა, რომ ქვეყანაში დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, ნაწილი პირიქით თვლის ზოგადად ამ პროცესში თქვენ როგორ უყურებთ ბიზნესის როლს? კი ბატონო, ხო, იმ კომენტართან დაკავშირებით კი ამბობდა მაგის შესახებ და Deep State ეგ იყო საარჩევნო კამპანიის ნაწილი და მთელი რიგი სხვადასხვა ბელეტრისტიკული ფრაზები მას ახასიათებს, მაგრამ გახდა პრეზიდენტი, ესე იგი Deep State დაამარცხა, ხო, თუნდაც მათი გაგებით რომ თქვა, ანუ ეს აბსოლუტურად თქვა ხუმრობით. რაც შეეხება ბიზნესის როლს, ძალიან კარგია რომ ბიზნესს მე მოუწოდებდი სულ თავიდან ჯერ კიდევ როცა პროცესები დაიწყო, ჯერ კიდევ რუსული კანონიდან მოყოლებული, იმიტომ რომ ბიზნეს წრეებთან საქართველოში ძალიან კარგი ურთიერთობები მაქვს, ძალიან ასე ვთქვათ, კარგად თანამშრომლობდი სხვა საკითხებთან მიმართებით, სხვა პოზიციიდან, ჩემი სხვა პოზიციიდან გამომდინარე, რომელიც მქონდა. სამწუხაროდ დაგვიანებული არის რეაქციები, მინდა გითხრათ, ბევრი ბიზნესმენები, დიდი ბიზნესის განსაკუთრებით მხრიდან და სამწუხაროა, რომ ბევრი ხელმომწერიც არ არის და უბრალოდ რაღაც კონკრეტულად ფინანსურ მხარდაჭერით გამოდის ასე ვთქვათ, ჰუმანიტარული მიზნებით და ხელმოწერას არ აკეთებს იმ ძირითადად ორ ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში მოთხოვნაზე. პირველი არის იმ საწოლავი ხალხის საწყალი ასე ვთქვათ, ნაწამები ხალხის გამოშვებაზე და მეორე მართლა გმირი ხალხის, რომელიც არ ვიცი, ეგეთი თავი ამ ფაქტურად სიცოცხლე, სიკვდილის ფასი იყო იქ ნებისმიერი დარტყმა, ერთი დარტყმა თავში შეიძლება ფატალურად დამთავრდეს. და მეორე საუბარი არის ასე ვთქვათ, ახალი არჩევნების დანიშნულზე. ამაზე რო ეხლა ამ პერიოდში, აი ამ კონტექსტში უკვე როდესაც ყველა წითელი ხაზი თუ არ ვიცი, სკერი არსებობს, ხო, კიდევ შევჩავდივართ. ყველაფერი არის გადალახული და აი ამ ეტაპზეც კი ამ მოთხოვნას რო ხელს არ მოაწერ და შესაბამისად ასე ვთქვათ, არ შეუერთდები, არის არ ვიცი, მე გამკვირვებია იმ დიდი ბიზნესების, რომელიც ამას აკეთებენ. ისევ და ისევ, რა თქმა უნდა, მოვუწოდებ მეც, რომ სანამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს, რა თქმა უნდა, ჯობს ადრე ვიდრე გვიან, მაგრამ რაც ვთქვათ, ჯობს გვიან ვიდრე არასდროს ახლა, იქნება შეუერთდნენ და იქნება აი ამ ვთქვათ, პროცესის მონაწილე გახდნენ, იმიტომ რომ ბიზნესზე დგას, განსაკუთრებით მსხვილ და საშუალო ბიზნესზე დგას სახელმწიფო ამ კონკრეტული ვთქვათ ინვესტიციები, რომელიც ხორციელდება ან ესე ვთქვათ, დასაქმების კუთხით ვინც არის, ეს არის რა თქმა უნდა ეს ამ მსხვილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი. რა თქმა უნდა, კარგია ის დიდი ბიზნესი, რომელიც მონაწილეობს, ბატონ თემური ავანგარდში არის ყოველთვის ძალიან მახარებს, მაგრამ დანარჩენ დიდ მსხვილ ბიზნესს სამწუხაროდ თავისი თქმა უნდა, მათ თავისი თქმა ჯერ კიდევ არ ვქონთ. ანუ ძირითადად თქვენი მოწოდება მიმართულია მსხვილი ბიზნესის მიმართ? რა მსხვილი და ეხლა რასაც ვადევნებ ისია, რომელიც დაიდო ბიზნესების თითქმის ამ საშუალო ბიზნესის დიდი ნაწილი არის წარმოდგენილი. მსხვილი ბიზნესი სამწუხაროდ პასიურობს და აქ აი რომ ნახოთ რომ ასე ვთქვათ, წარმოდგენა რომ გქონდეს, ხო? აი თუნდაც მაგალითად შეხვედრა რომელიც შედგა, სადაც ასევე მე ჩემი პოზიცია გამოვხატე, როდესაც პრემიერთან მოხდა შეხვედრა. იქ იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელი. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დაახლოებით 140 წევრს აერთიანებს, რა თქმა უნდა, მსხვილი კომპანიები არიან, მაგრამ უფრო დიდი ორგანიზაცია და გაცილებით უფრო ფართე წარმომადგენლობით მსხვილი ბიზნესების კუთხით, რაც მათ შორის არის ამჩამი, რომელიც 260 მეტ კომპანიას აერთიანებს. მაგრამ ამჩამი არც იყო დაპატიჟებული სამწუხაროდ ამ შეხვედრაზე, ისევე როგორც არსებობს ინვესტორთა საბჭო, რომელიც ქართულმა ოცნებამ შექმნა, როცა მოვიდა ხელისუფლებაში და არც ინვესტორთა საბჭოს წარმომადგენლებთან არ ქონიათ მათ შეხვედრა.
სადაც უფრო კრიტიკულად და უფრო ძლიერად გაისმენებოდა ეს ხმა. რა თქმა უნდა, არიან კომპანიები, რომლებიც ასევე იმ სიაში არის, იმ ამჩამის წევრებიც არიან ამერიკის სავაჭრო პალატის, რომელიც ჯერ კიდევ არ შეერთებიან, მაგრამ იმედია აი ამ ნაბიჯს გადადგავენ და ისინი შეუერთდებიან აი ამ ორ მოთხოვნას. იმიტომ რომ სხვა გამოსავალი სამწუხაროდ არის რუსეთის უკვე ასე ვთქვათ ბექიარდში ადგილის დამკვიდრება, ანუ რუსეთის ნაწილად ყოფნა ფაქტიურად. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. მე რადიო მსმენელებს შევახშენებ ზვიად ხუტარიძე, საერთაშორისო ბიზნესის და სამართლის საკითხებში ექსპერტი პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ბატონ ზვია, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის.